დღეს ვიყავდა დანიელი. მოკლედ წავედით ძალიან მთხოვა დანიელმა რომ წავიდეთო. სკოლაში კრება იყო და ძალიან უნდა და წავედით კრებაზე დედა ჩემი ისეთი აგრესიული იყო, მოკლედ ძალიან აგრესიული ეს ბოლო პერიოდი ძალიან აი ესე დიდი ლიფტს ველოდებით. და ეხლა ერთი ქართველ გოგოს რაც უთხარი ის მინდა რომ დედა ლიფტს ველოდებით. ის მინდა რომ თქვა რომ არ დამავიწყდეს და მინდა რომ თქვენც გითხრათ. იმდენი ვიტირე სკოლაში, იმდენი ვიტირე საოცრად. ბევრი და ისეთი აგრესია ეხლა ვიდეოებს ჩავყრი. როგორი ჯერ მარტო ექიმთან ყავდა გუშინ დედი კაცი ფეხები საოცრად აგრესიული იყო. არაფერი არ მოდის. მოდის ჩემი დედა. აგერ მოდის. მიდი დაჯექი დედა არ შეიძლება ადგომა. მიჩ არ მინდა შენი ხარ. არ შეიძლება შენი არ მინდა შენი არა. კეთი მოდის და ყველა მოდიან. გადი. დაჯექი დედა დაჯექი. გადაშია. გადაშია ეხლა შენ. მოდის ის გოგო. Welcome. წარმოიდგინეთ, გონი ვარ ადამიანი, ვინცაც მისი მოკლა უნდა გამირბის. მიძახე ვინ ვარ დედა? გაიხსენე, მიდი აბა ვინ ვარ და დაწყნარდები. არ ვიცი. დამიძახე სახელით დედა. არ ვიცი. მიდი მითხარი ვინ ვარ მე დედა? გაიხსენე დედა ვინ ვარ? ელიტა. არა. მე რა მქვია გამიხსენე, მიდი აბა სახელი დამიძახე. ატული. ანა. ოჩახ. ანა ვარ. გაიგე? დამიძახე დედა? აი ხო ვიდეოებს განახებთ როგორი აგრესიულია. დავიღალე. დავაჩე. დედა სახელი დამიძახე ვინ ვარ აბა? დამიძახე დედა და აღარ შეგიშინდება რა მქვია გაიხსენე დამიძახე დედა. არა. ვაიმე დედა. ვაიმე დედა. ვაიმე გურგი მისლი. მიშველე. ალკო მიშველე. აი ესენი გამომისრა. ყლები 1-3 წელი და ახლა გამიშვი სახში. არ მიშვის. გამიშვი. და ამ ქართველ გოგოს ვთხარი რომ ერთი სული მაქვს როდის ამოვალ მეთქი ამ მდგომარეობიდან რომ ჩემნაირ ადამიანებს დავეხმარო მეთქი. ჩემი სტიმული არის რომ ამოვიდე, აი ამისთვის მინდა ვერ გეტყვი 99% ამოსვლა მდგომარეობიდან წარმატების მიღწევა რომ ჩემნაირ ადამიანებს შევუმსუბოქო გზა დავეხმარო და თუ ვერ შევძელი იმას მაინც იტყვიან რომ ცდელობა არ დამიკლია ამისთვის როგორც დედა ჩემს უთხრეს რომ ან შემოკვდები ან შენი შვილი ან ორივე ერთად დედა ჩემმა თქვა რომ იმას მაინც იტყვიან თუ მე მაინც გავაკეთებო თუ გადარჩა ჩემი შვილიო და მე გარდავიცვალეო იმას მაინც იტყვიან რომ აელიტას ქალიშვილი მივიყვანე ერთი ვინმე აელიტას დარჩა ქალიშვილიო აღარ მინდა არაფერი აელიტას ქალიშვილი არისო ანუ მცდელობის გამო მაინც ღირდა ეს ყველაფერი აი 5 წლის ბავშვები და ყველა კაცი და ყველაფერი და ესე ვიტირებ მაინც გავხსენებ იმიტომ რომ სიკეთის მწარსთან ჯერა ერთ-ერთ სკოლაში ერთ-ერთმა ქართველმა ბავშვმა მეხუთე კლასელმა თორმე ჩაკეტა ვიღაცებთან ერთად ახლა არ დავასახელებ იმიტომ რომ არ მიხვდნენ რაზე ვიზე მაქვს საუბარი და რაზე ჩაკეტეს ბავშვი იყო რამდენი ბავშვი იყო იმასაც არ თქვი ბევრი არ იყო ერთი ბავშვი ჩაკეტეს გასახდელში თუ არ ვცდები და იქ იყო პატარა იყო და სასისკებით თურმე გაუკეთებიათ მამაკაცის სასქეს ორგანო და აი ესე უცურებდნენ ბავშვი ტიროდა სიბნელეში იყო და ისინი იცინოდნენ თქვენ წარმოგიდგენიათ აი ეს ვინც გააკეთეს ყველაფერი რო და მე თქვენს ვითომ რომ ვაჭმევდითო თქვენ თვითონ ხვდებით რის ინსცენირება გააკეთეს როგორ დაამცირეს ეს ბავშვი you can go ahead she just has dementia please go ahead
თქვენ წარმოგიდგენიათ აი ეს ვინც გააკეთა ჯერ იმას რა ტრავმა აქვს ახლა აკიდებული და ვინც ეს გააკეთა ეს ბავშვი სად იზრდება რა ტრავმაში არის თქვენ წარმოგიდგენიათ ადამიანებო აღარ ვუყვიროთ შვილებს აღარ დავაბულინგოთ შვილები თორე აი ასეთ მდგომარეობაში იზრდებიან მშობლები მერე ესეთი რაღაცა გვემართება დემენცია ყველაფერი ნეგატიური არ გავუკეთოთ ასეთი რაღაცა ჩვენ თავებს ასე წამოდი სადაც მესამე ამიტომ არ ვიტირებ მაგრამ მაინც გავაგრძელებ სად არის ამაში ჩემი ისინია წამოდი ახლა წამოდი ამიტომ ვერ დავნებდები იქ მოვიდა ვინა ძალიან ბევრი ვიტირე და უცბად გამახსენდა შევიდეთ აქედან ჯერ არ შევდივარ დედი მაშინ როდესაც უპატრონათა თავშესაფარში მიწევდა წასვლა ბავშვთან ერთად თვების ბავშვთან ერთად შეიძლება ერთი წლის და თვის იყო დანიელი ზუსტად არ მახსოვს ძალიან პატარა იყო ჩაკოსული ვიყავი თუ მახლებზე ვიდექი და ტიროდი ღმერთო ახლაც არ გეზმის მეთქი ჩემი ღმა თქო არავინ არ მოსულა მოვიდა ერთი ქართველი დღეს ბევრი მოვიდა ბევრი ისე გამეცალა როგორც მაშინ ერთმა ქართველმა როგორც მაშინ გადამარჩი ეხლა უფრო ბევრი მოვიდა ბევრმაც არ შეიმჩნია დაიბნენ წავიდნენ არ მიატოვოთ გაჭირობაში მყოფი ადამიანი არ აკიდოთ თქვენ თავს ეს განსაცდელი თქვენ არ იცით იგნორით რამხელა ტკივილში იგდებთ საკუთარ მომავალს დახმარებით კიდე გზა გაქვთ ხსნილი ნებისმიერი ადამიანის დახმარებით ბევრი ქართველი მოვიდა მადლიერი ერთმეტმა ღვთისმიერმა გოგო მითხრა წადი დანიელს მე წამოვიყვანო და დანიელის დირექტორმა მითხრა რომ თქვენ არ იცითო აი ამ ყველაფრის ყურებითო თქვენ შვილი როგორი საუკეთესო ხდებაო როგორი სხვა არისო ეს განსაცდელი როგორ მეხმარები დანიელ მადლობა It's okay. მადლობა დი როგორ მეხმარები დიდი მადლობა დიდი მე რაღაცები მიჭირავს და როგორ მეხმარება გადავიდეთ საოცრებას გახსნის დანიელში თუ არ დავნებდებით არ მარტო დანიელში თქვენშიც ამიტომ ვერ ვნებდით ანა დევჩიკა ძიენა покажите ძალიან რთულია захотите მაგრამ я зайду где ვერ დავნებდით где он где здесь იმას მაინც იტყვიან რომ ცდელობა არ დაუკლია რაც არ უნდა მოხდეს ყველაფრისთვის მზად ვარ მაგრამ იცოდეთ რომ საუკეთესო სველი კარგად იქნება